მოგესალმებით, სალომე, მადლობა რომ გამონახეთ დრო და აქ ხართ. მინდა ვისაუბროთ იმ საერთაშორისო ბრენდებზე, რომლებიც თქვენი დახმარებით შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე და იმ ეფექტზე, რაც ამ თანამშრომლობას მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. გამარჯობა ანა, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში გკითხავთ, რა გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ამერიკული კორპორაცია, რომელიც მსხვილ საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური ექსპორტიორია, დაინტერესდა ქართული ბაზრით და მეტიც აქ გახსნა რეგიონული ოფისი. რამ გახადა ქართული ბაზარი მათთვის მიმზიდველი და ზოგადად რას მოიცავს ეს თანამშრომლობა? საერთაშორისო ამერიკული კორპორაცია უკვე 40 წელია, რაც ამერიკის ბაზარზე ოპერირებს და ის ექსკლუზიური წარმომადგენელია ისეთი უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების, როგორიც არის მაგალითად ჰერში, ანუ ჰერში ნომერ პირველი ყველაზე გაყიდვადი შოკოლადი ამერიკის ბაზარზე, რიზესი, ჰერშის ქვებრენდი, ნესტლე, კრაფტ ჰაინცი და უამრავი სხვა ისეთი ბრენდები, რომელსაც ამერიკული წარმომავლობა აქვთ, რაც განსხვავდება რეგიონში წარმოდგენილი ბრენდების პორტფოლიოსგან. ჩვენი ბრენდის და ჩვენი კომპანიის შემადგენლობაშია უმეტესი ამერიკული ბრენდები, 20-მდე დასახელების ბრენდია და გარდა ამისა, რითეილ ბაზრის გარდა ჰორეკა ბაზარზეც ვოპერირებთ, სადაც უკვე სასტუმროებსა და რესტორნებს ვამარაგებთ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, საკვების, საჭირო საკვები პროდუქტები. დაინტერესება ვფიქრობ გამოიწვია იმან, რომ საქართველოს სტრატეგიული ადგილია, რომელსაც აქვს პორტი, საიდანაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში შეიძლება იმპორტი და ექსპორტი და ასევე ცენტრალური აზიისთვისაც ძალიან ხელსაყრელი ლოკაციაა. თვითონ სავაჭრო გარემო საინტერესოა, ამერიკული კულტურა ძალიან გავრცელებული არის საქართველოში და დღესდღეობით საქართველოდან, ასე ვთქვათ, მართავთ სრულიად რეგიონის გაყიდვებს, მარკეტინგსა და ოპერაციებს. საინტერესოა კონკრეტულად რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ექსპორტზე ეს პროდუქცია და ზოგადად ამ ქვეყნების ჩამონათვალი თუ არის მზარდი? წლიდან წლამდე იგივე. 2021 წელი იყო, როდესაც პირველად შემოვიდა საერთაშორისო კორპორაცია საქართველოს ბაზარზე და უკვე 2021 წლიდან ჩვენ სამართავად დაგვემატა კავკასიის მთლიანი ბაზარი, ასევე ცენტრალური აზიის ბაზრები, როგორც არის მაგალითად უზბეკეთი და ყაზახეთი, სადაც ასევე ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და ასევე არის ჩვენი სადისტრიბუციო წარმომადგენლები უკვე წარმოდგენილი სრულიად ქვეყანაში. თუ არის უკვე რომელიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები და აი რა ეტაპზეა? ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებები არის ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის და რადგანაც ჩვენი კომპანიის პორტფოლიო არაერთ ბრენდს მოიცავს, ჰორეკა მიმართულებით კიდევ უფრო დიდი არის არჩევანი, პარტნიორებთან, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე სულ გვემატება ახალი პარტნიორები სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც უკვე ჩვენი ექსკლუზიური წარმომადგენლები ხდებიან. ახლა უკვე სომხეთში გვემატება ჰორეკა მიმართულებაც, რომელიც იქნება ბრენდული სასტუმროების, ანუ საკვები მიმართულების პროდუქტებით მომარაგებაზე ორიენტირებული. გარდა ამისა, ასევე გვემატება უზბეკეთი, ყაზახეთის ბაზარიც და ასევე იგეგმება 2026 წელს აზერბაიჯანის ბაზრის დამატებაც, როგორც რითეილ, ასევე ჰორეკა მიმართულებითაც. საინტერესოა შევაფასოთ გავლენაც ასეთი მსხვილი კომპანიებს, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოდან ექსპორტის მიმართულებითაც, რა სარგებლობა აქვს ამას ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე დასაქმების და ბაზრის განვითარების კუთხით. სარგებელი, რომელიც მსგავსი საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას აქვს ჩვენი ქვეყნის ბაზარზე, არის მაგალითად პირველი ის, რომ იზრდება სამუშაო ადგილები, ასევე ქვეყნის ხილვადობა საერთაშორისო ბაზარზეც შესაბამისად იზრდება. დაინტერესებაც იქნება ეს ნებისმიერი საერთაშორისო კომპანია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ინვესტიციები ქვეყნის მიმართულებით, რაც ანუ თავისთავად ზრდის ქვეყანაში ინვესტიციებს. ვფიქრობ, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების, იქნება ეს მაგალითად ჩვენი კომპანია თუ ნებისმიერი სხვა და ვისურვებდი, რომ ეს იყოს პრეცედენტი იმისა, რომ საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი მსხვილი კომპანია შემოვიდეს ოფიციალურად. ასევე აუცილებლად მინდა რომ შევეხოთ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საერთაშორისო სასურსათო კორპორაციის ვეიქფერნის საქართველოში შემოყვანის თემასაც. მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რომ ავხსნათ ზოგადად რამდენად მსხვილ კორპორაციაზე გვაქვს საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისად ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის. და ასევე საინტერესოა კონკრეტული თარიღები თუ არის უკვე ცნობილი. ვეიქფერნი არის უმსხვილესი სუპერმარკეტების გაერთიანება, როგორც ამერიკის ბაზარზე, ასევე მთლიანად მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 50-მდე დასახელების სუპერმარკეტს, ისეთებს როგორც არის მაგალითად ShopRite, რომელიც ძალიან მსხვილი არის ამერიკის ბაზარზე. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ისეთი private label ბრენდები, როგორც არის Bowl & Basketi, რომლითაც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ოპერირებს, ასევე აზიის ბაზრებზე და ძალიან მიხარია, რომ დაინტერესდნენ
ასევე საქართველოს და შემდეგ უკვე კავკასიის ბაზრებით. მაგალითად უფრო აღქმადი რომ იყოს მაყურებლისთვის, გასულ წელს Wakefern-მა 20 მილიარდზე მეტი შემოსავალი დააფიქსირა მთლიანად კორპორაციის და კოოპერატივის ფარგლებში და ასეთი მსხვილი კომპანიის შემოსვლა საქართველოში მოგეხსენებათ, ასე ვთქვათ, დიდ განვითარებასთან არის დაკავშირებული. სუპერმარკეტების ქსელებთან იქნება ექსკლუზიური პარტნიორობა და ყველა ის ბენეფიტი, რომელიც Wakefern-ს აქვს მთელს ევროპასა და ამერიკაში, შესაძლებელი იქნება უკვე საქართველოს ბაზარზეც გამოყენება, რაც გულისხმობს ათასობით ახალ ბრენდთან კავშირს, ოფიციალურ პარტნიორობას. პარტნიორობის გაფორმება დაგეგმილი არის 2026 წლის მეორე-მესამე კვარტლისთვის საქართველოსთან დავიწყებ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა რეგიონის ქვეყნებსაც გადავალთ შესაბამისად. ასევე საინტერესოა როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები, იგივე სხვა საერთაშორისო კომპანიებთან ხომ არ დაგიწყიათ უკვე მოლაპარაკებები ან როგორია გეგმები? სამომავლო ხედვას რაც შეეხება, ჩემთვის პირადად და ჩვენ მთლიანად კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, ასე ვთქვათ, დაპოზიციონირდეს რეგიონის ჰაბად და ის ყველა ოპერაცია, რომელიც რთულად არის ხოლმე საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობაში, იყოს გამარტივებული და ექსკლუზიურად შემოვიდნენ უმსხვილესი მსოფლიო ბრენდები მთლიანად კავკასიის, აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე, რაც ყველაფერს, მაგალითად, პროდუქტს უფრო ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლისთვის და ასევე ის ყველა საერთაშორისო ბრენდი, რომლებიც მომხმარებლისთვის ცნობილია, მაგალითად, გადაცემებიდან, ფილმებიდან, YouTube-დან და ასე შემდეგ, ყველაფერი იყოს ჩვენს ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და გისურვებთ წარმატებებს ამ გეგმების მიღწევაში. დიდი მადლობა.